ამ ფილმით დავიწყებ ზუსტად მოსკოვში დაიწუნესო, იმიტომ რომ მამებს და შვილებს შორის ასეთი ურთიერთობა არ უნდა იყოსო. რატომ დაიწუნეს ეს თქვენც გითხარით და საბჭოთა კავშირი იყო. და ნუ თავისთავად ცხადია გამოსვლა ქვეყნის ხელმძღვანელის იყო ხოლმე ყველასთვის ასე ვთქვათ კანონი. რატომღაც ეს არის პერიოდი 60-იანი წლების დასაწყისი არის. ხრუშჩოვი არის მაშინ. და ხრუშჩოვს რაღაც წამოწდა ხელოვნებასთან და იმასთან დაკავშირებით და შემდეგ დაიწერა ამაზე რაღაც გარკვეული განკარგულება, რომ მამების და შვილების, ასე ვთქვათ, სასიკეთო ურთიერთობები, მშობლების და ბავშვების არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და ამ დროს იყო სწორედ როდესაც ამ ფილმს ვაკეთებდი, სადაც საუბარი და ამბავი იყო რეზო ინანიშვილის მშვენიერი მოთხრობების მიხედვით იყო პუნქტი იყო აჯანყება ბავშვების ასე ვთქვათ ესეთი მამის მიმართ რომელიც თავის ასე ვთქვათ აზრებს და თავის პრინციპებს რაც ძალადობის პერიოდში იყო დაბადებული და თვითონ აკეთებდა იმ საქმეს რომელიც მას არ უყვარდა მაგრამ თავისთავად ცხადია ოჯახისთვის ბავშვებისთვის თვითონ თავის არსებობისთვის საჭირო იყო ეს ყველაფერი გაეკეთებინა და ამიტომ აძალებდა იმას რაც მისთვის ასე ვთქვათ ყველაზე მთავარი იყო მშობლისთვის რა იყო ეს ბუნებრივია ის ნაკლებად ასე ვთქვათ ბუნების და გარშემო მეგობრების და ასე ვთქვათ ამ გარემოში ყოფნა თუნდაც არ დადეგების დროს ბავშვებისთვის და პირიქით იმის კეთება რაც ძალიან კარგია ბუნებრივია მუსიკასთან არის დაკავშირებული გაკვეთილებთან ყველაფერთან მაგრამ ძალადობა არასოდეს არ არის კარგი ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ბავშვები აჯანყდნენ და ამ აჯანყებამ როგორც ჩანს შედეგი გამოიღო იმიტომ რომ ფინალში ჩვენ ვხედავთ რომ სამივე ერთად мама და ორივე შვილი შედან და თევზაობენ ესე იგი გაიმართეს ლადო ფილმს რო უყურებდი ხოლმე ბავშვობაში ბატონო მერაბ ძალიან მიყვარდა გულწრფელად ის მომენტი მიყვარდა როსტი და ის თავარი გმირი სოკოს რო იპოვიან და რო რეალად ჭამე და სულ ვიჯექი ხოლმე რო ვიცოდი რომ მაგ ფილმისთვის უნდა მეყურებინა დედაჩემს კარტოფილს მოვახარშევდი ხოლმე და იმ დროს ვიწყებდი სოკოს არ მაჭვევდრე და იქ ერთი კარგი დეტალი იყო მეც მომწონდა ის დეტალი ამ სოფელში ყოფნის შედეგად ეს ქალაქელი ბიჭი იმასაც შეეჩვია რომ იმეორებდა მის მოქმედებას და სოკო რომ მიაწოდა მეგობარმა ხელზე ჩამოარტყა სანამ შემჭამ მე შეგჭამ იმის მიყვარდა ხო იმის თანა სასა ცილო ბატონო მერაბ ისიც ხანდახან ქუჩაში მივდივარ და ამ დროს მოდის ვიღაცა და წაიმღერებს ხოლმე მაგას ხდები რომ ესე იგი ან ეხლა ნახა ნახსოვს თუ ასაკოვანი სასიამოვნო იქნება რასაბზანებს ეს დიდი ბედნიერება